ყველაწმინდა ერთ-ერთი ორგუმბათიანი ეკლესია საქართველოში. გურჯაანის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი ქალაქიდან 2 კილომეტრის დაშორებით კახთუბნის ხეობაში მდებარეობს. ტაძრის შესახებ დეტალური ინფორმაცია დოკუმენტური ფილმიდან „ქვეყანა ჭერემისა“. ჩვენ წინაშეა ქართული ხუროთმოძღვრების ჭეშმარიტი შედევრი, ის ორგუმბათიანი ტაძარი, რომლის მსგავსი მთელ მართლმადიდებლურ სამყაროში ხელის ჰითებზეა ჩამოსახლილი და ისიც წინა აზიაში. ამიერკავკასიაში მას ანალოგი არა აქვს. ტაძარი უმთავრესად გარედან ნაგებია კუთხეებ მოსწორებული რიყის ქვით. აქა-იქ გამოყენებულია აგური და ყვითელი შირიმი. ნაგებობის სავიზიტო ბარათი სამხრეთ ფასადია, რომელიც 2 რვაწახნაგა დაბალი გუმბათით სრულდება. აღმოსავლეთის ფასადი, როგორც ვხედავთ, ყველაზე უფრო სახიერია თავისი ყრუთა ხედებით და სარკმელთა გაფორმებით. ტყის მხარეს გამავალი ჩრდილოეთის ფასადი ოდნავ წააგავს სამხრეთისას. გვერდითი პატრონიკიდან აქაც 4 სარკმელი გამოდის, ოღონდ ისინი რამდენადმე ვიწროა. ამ მხარეს ტაძარს დამოუკიდებელი მინაშენის ჰქონია. დასავლეთიდან ტაძარზე მიშენებულია ტერასა, საიდანაც მეორე სართულზე მოწყობილ პატრონიკეში შეიძლება შესვლა. ტაძრის რთული გეგმარება კიდევ უფრო მეტად ინტერიერში შეინიშნება. სწორედ აქ ხედავთ თვალნათლივ გარდამავალი ეპოქის ხუროთმოძღვრული ძიების დასრულებულ სახეს, რასაც კახელმა ოსტატებმა წირქოლში დაუდეს სათავე. მსოფლიო ხუროთმოძღვრებაში არსებული ორგუმბათოვანი ტაძრებიდან კახისუბნის ყველაწმინდა იმით გამოირჩევა, რომ მისი გუმბათები გვიანდელი დანამატები კი არ არის, არამედ თავდაპირველია. აქ ჩვენ საქმე უნდა გქონდეს ხუროთმოძღვრული ფორმებით გადმოცემულ ქალკედონური ეკლესიის არსთან, ქრისტეს ორ ბუნებასთან, ღვთიურთან და კაცობრივრთან. ეს არის იმის მკაფიო ხაზგასმა, რომ იმჟამად მოსაზღვრე ჰერეთის მონოფიზიტური მიდრეკილებების საპირისპიროდ კახეთის ეკლესია კვლავაც ჭეშმარიტი, ანუ დიოფიზიტური აღსარებლობის ნიადაგზე იდგა მყარად. ყველაწმინდის მეორე მთავარი შიდა ეფექტი დასავლეთ ნაწილში არსებული პატრონიკეს ორსართულიანი, გარსნილი თაღნარია. ეს ვერანდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის იმ შენიღბულ პატრონიკეებსაც აერთებს, რომლებიც აღმოსავლეთით ნალისებრი აფსიდის მქონე მცირე სამლოცველოებით სრულდება. მაშინ, როცა ეს პატრონიკეები ეზოში 4-4 ფართო სარკმლებით გადიან, შიგნით ტაძრის სივრცეს მხოლოდ მინიატურული გირე ფანჯრებით უჭრედნენ. ტაძრის კედლები შიგნით აფსიდის გარდა მთლიანად ბრტყელი, დიდი აგურითაა აყვანილი. კახეთის ქრისტიანულ ხუროთმოძღვრებაში სწორედ ამ დროიდან იწყება აგურის გამოყენება. ქართლში ეს ამბავი 5 საუკუნით დაგვიანდა. თვალს ვავლებთ ტაძრის შიდა სივრცეს, სუსტად განათებულ დარბაზს, მასიურ სვეტებს, ერთიან მისტიკურ სურათს და მეხსეულად ღვთისადმი მორჩილებით ვივსებით. კვლევართათვის სამწუხაროდ კახეთის ძეგლთა დიდ უმეტესობას არათუმათი ავტორების და ქტიტორების მიმანიშნებელი, არამედ მცირეოდენი ინფორმაციის შემცველი წარწერებიც კი არა აქვს. ამის უმთავრესი მიზეზი თითქოს რიყისა და შირიმის ქვის დაუმორჩილებელი ბუნება უნდა იყოს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია, ამხელა ნაგებობათა შემქმნელებს ქვიშაქვის თუნდაც ერთი ლოდი ვერ მოეძებნათ, რომ ზედ მცირეოდენი რელიეფური ან ნაკვეთი წარწერა შეესრულებინათ. უფრო სარწმუნო ის არის, რომ ჩვენი კახელი წინაპრები საკუთარი სახელების დატოვებას არ ესწრაფოდნენ. სამაგიეროდ მათ მიერ აგებულ ტაძრებს ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით იმდენად გამორჩეული ნიშნები ასით, რომ მიახლოებითი დათარიღება არ ჭირს. ყველაწმინდა მერვე მეცხრე საუკუნეთა ძეგლია. იგი ზუსტად მოიცავს კახეთის დიდი მთავრის გრიგოლ ქორიკოზის ზეობის დროს, 782-827 წლებს. ჯერ კიდევ არაბთა ბატონობის ხანაში პირველად სწორედ გრიგოლი შეეცადა უმეფოდ დარჩენილ საქართველოს გაერთიანებას. მისი სამფლობელო ერთხანს ქართლში მდებარე მეჯუდის ხეობის ზედა წერიდან კამბეჩანამდე იყო გაჭიმული. ყველაწმინდაში ყოფნისას ამაზე დასაფიქრებლად, რა თქმა უნდა, დრო არ გრჩებენ, მაგრამ იმას კი უთუოდ უნდა გრძნობდე, რომ ქეთევან წამებული სული დაგტრიალებს. ქართველ დედათა შორის უდიდესმა ირანის გზას რომ დაადგა, საკუთარ ქვეყანაში უკანასკნელად სწორედ აქ ილოცა. მუხლმუყრილ მაგში ავედრა ყველაწმინდა ღვთისმშობელს